მოგესალმებით, დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები, ყველა ის ადამიანი, ვინც უცხოეთში არის, ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო, ყველა ვინც გაჭირვებასა შინა არის, ვინც საავადმყოფოში ან ასე შემდეგ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და ყველაფერი კარგი, ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ამადავი თავაძე და დაგლოცეთ მამაო, დიდ მადლობას. ერთმა გაგაძლიერეთ. დიახ, დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მოგზაურობისათვის და დიახ, სულ ფიქრობთ ხოლმე მამაო და სულ რაღაცაი ყველა ადამიანს ალბათ ადარდებს ეს და ესეთი გადაცემა და ესეთი თემა არ სამქონია და ჩვენ და ასაკი. ჩვენი ასაკი როგორ უნდა გამოვიყენოთ მამაო ის წლები, რაც ღმერთმა გვაჩუქა და რისთვის გვაჩუქა, ვინ მიდის უფრო ადრე, ვინ მიდის გვიან და რატომ ხდება ხოლმე ეს და ადამიანმა როგორ უნდა გამოიყენოს ეს ასაკი ისე რომ თუნდაც გარდაცვალების დროს თქვას რომ აი ეს ცხოვრება განვლე მე კარგად ან ცხოვრება ღირდა ამ ქვეყნად. ძალიან საინტერესო კითხვაა გიორგი, როგორც ყოველთვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ სტუდიაში ვარ შენთან ერთად. მადლობა. მართლა ძალიან აწუხებს ეს კითხვა საზოგადოებას. ზოგი დაფიქრებულია ამასთან დაკავშირებით, ზოგი სვამს კითხვებს და პასუხს ვერ ცემს და ამიტომაც ცდილობენ რაღაცნაირად გამოსავალი იპოვონ თუნდაც იმასთან მიმართებაში. რაც შენ თქვი რომ რატომ ხდება ასე რომ ზოგი ადრე მიდის ამ ქვეყნიდან ზოგი გვიან ხო შენს კითხვაში ესეც იყო და ამიტომაც ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ აი ღმერთი რამდენად არის სამართლიანი რომ თქვა გაყავს ვინმე ახალგაზრდა ხოლო თქვა სხვა ადამიანი უფრო მოხუცებულობის ასაკში და ეს შეიძლება აღკოლდებდეს რომელიმე ადამიანს მაგრამ აქ საუბარი იმაზეა რომ ვინ სვამს ამ კითხვას აი როგორ სვამს და რა გულით სვამს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ადამიანი გურწმენდად განიცდიდეს ყოველივე ამას და ამ კითხვას პასუხს ვერ ცემდეს, მაგრამ თუ ის ატარებს გულით ღმერთის სიყვარულს და თუ ეს ადამიანი არის გურწმფელი და გურწმენდად არის ღმერთის ძიებაში, ის ყოველთვის იპოვის ამ კითხვაზე პასუხს და ეს პასუხი მას დააკმაყოფილებს და დამშვიდდება და დაზნარდება, მაგრამ თუ ადამიანი იმიტომ სვამს ამ კითხვას, რომ რამენაირად ხაზი გაუსვას იმას, რომ აი ესე იგი ღმერთი უსამართლოა და ღმერთის უსამართლობის გამო დასვას ეს კითხვა, მას რომ გონია რომ უსამართლოა და აი აპელირებდეს ასეთ კითხვებზე და რაღაც ჩასაფრებული იყოს თითქოს რომ აი ღმერთი ასეთია და ისეთია და როგორ შეიძლება ღმერთი იყოს სამართლიანი თუ ეს ამას აკეთებს. აი ესეთი ადამიანი როგორც წეთი არ არის გურწმფელი, როგორც ეს. ის არ ეძიებს ღმერთს და ამიტომაც ასეთი ადამიანი ვერ იპოვის მაინც, რაც არ უნდა პასუხი გასცე, მისთვის მაინც რთული იქნება შეიცნოს, თქვა ჭეშმარიტება, სანამ ეს ადამიანი არ ისწავლის თავმდაბლობას და სიყვარულს. იმიტომ რომ ძალიან რთულია როცა მაგალითად ადამიანს ესაუბრები და როცა ერთ ადამიანს წამს ღმერთი და მეორეს არ წამს. ის სულ სხვა თვალით უყურებს ყველაფერს და სხვანაირად სვამს კითხვებსაც და მისი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად განსხვავდება მორწმუნე ადამიანისაგან. მაგრამ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებიც გურწმენდად სვამენ ამ კითხვებს. ეს კატეგორია გვყავს ადამიანების სამხედველობაში. მართლაც აი ძალიან რთულია თითქოს გაგება და თვითონ ეს კითხვაც არ არის რა თქმა უნდა ადვილი და შეიცავს რა თქმა უნდა სირთულეს, იმიტომ რომ აი არსებობს თითქოს ასეთი მოცემულობა უდროო სიკვდილი. ანუ უდროოდ წავიდა ამ ქვეყნად, ჩვენ გვესმის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ ჯერ ერთი უნდა ვიცოდეთ ის რომ უდროოდ გარდაცვალება არ არსებობს. ამას ამბობს წმინდა მამები, ყველა ადამიანი თავის დროზე გადის ამ ქვეყნად, ამ ქვეყნიდან. ანუ ყველა ადამიანი თავის დროზე მიდის უფალთან. იმ დროს მიდის, როცა უფალი განუსაზღვრავს მას ამ ქვეყნად არსებობის პერიოდს. ანუ ჩვენ როცა საუბარს ვიწყებთ ამ თემაზე, უნდა დავიწყოთ იქედან, რომ გამოვიდეთ ყოველთვის იქედან, რომ ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი არის ჩვენი მარადიული მამა და სიყვარული, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისათვის მოვიდა ამ ქვეყნად და ეწამა და ჯვარს ეცვა. ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ეს ის იესო ქრისტეა, რომელიც რომ ჩვენ ვიცით სახარებიდან, როცა ხედავდა როგორ მოკვდა ლაზარე და როგორ დაეფლა, ტიროდა. ასევე ტირის, ასევე აწუხებს იესო ქრისტე თითოეული ადამიანის ტანჯვა და სიკვდილი. ის წუხს ამაზე. ეს ის უფალი იესო ქრისტეა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისათვის მოვიდა, განკაცდა და ჩვენი ცოდვები იტვირთა და ჯვარს ეცვა. ანუ ეს არის არა ჩვეულებრივი, წარმოუდგენელი სიყვარული აქვს მას ჩვენდამი და თითოეული ადამიანისადმი. ჩვენ ადრეს გვითხოვს, რომ ყველაზე მეტად თურმე ადამიანს გაუკვირდება ის სამოთხეში, როგორც ამ გვასწავლიან, რომ თურმე იესო ქრისტეს როგორ უყვარები ვარ და ამ დროს ადამიანის სვამს კითხვას, რომ ღმერთი უსამართლოა, როგორ შეიძლება ასეთი ქრისტე, ასეთი სიყვარული და თავად სიყვარული იყოს ქრისტე, იყოს უსამართლო.
თვითსამება არის სიყვარული, ჩვენ ვიცით. მამა არსებობს ძისა და სულიწმინდისათვის. ძე სულიწმინდისათვის და მამისათვის და სულიწმინდა მამისათვის და ძისათვის. თვითსამებაშია ეს სიყვარული დავანებული. და როგორ შეიძლება იესო ქრისტე, ანუ ღმერთი ზოგადად როგორ შეიძლება იყოს ასეთი უსამართლო. ამიტომაც ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ მაგალითად იოანე ოქროპირი რას ამბობს გიორგი ამასთან დაკავშირებით. აი როცა ის მაგალითად საუბრობს იმ თემაზე, რომ რატომ ხდება მაგალითად რომ ზოგიერთი ადამიანი გადის ადრე და ის მას ხედელებაში ყავს ბავშვები. რომ ხდება რომ ბავშვურ ასაკში გადის ზოგიერთი ადამიანი ასე გაყავს ღმერთს და ზოგი მაგალითად აი მოხუცებულობის ასაკში. აი ის ამბობს რომ ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა ღმერთის ნებით და ღმერთის დაშვებით. ღმერთის დაშვებით და ღმერთის ნების გარეშე რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება, მაგრამ ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა არც ერთი ბავშვის, არც ერთი თქვათ ახალგაზრდა ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასე თქვათ თუ კი მას ეცოდინებოდა და თუ კი ღმერთი განჭრედა იმას, რომ ისინი ამ ცხოვრებაში დიად საქმეებს აღასრულებდნენ. ანუ ჩვენს ენაზე რო ვთქვათ, თუნდაც იცხოვრებდნენ სწორად, მართებულად. ანუ ღმერთი არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში. იმან ხომ წინასწარიც ეს ყველაფერი და წინასწარ განჭრეც რა არის ხომ ჩვენი მომავალი. და თუმცა იმთავითვე იოანე ოქროპირი აგრძელებს რომ თუმცა ეს ყველაფერი არ არისო. აი ვინც ამ კითხვას იმის გასაგუნად ამბობს რომ რა თქმა უნდა ღმერთი არ დაუშვებდა ამათ სიკვდილს თუ ასე თქვათ წინასწარ ეცოდინებოდა უფალსო რომ ისინი რაიმე დიად საქმეს აღასრულებდნენ. აი მათი ცხოვრება ღირდა ასე თქვათ. თქვათ ისინი იცხოვრებდნენ თქვათ ნამდვილი ადამიანური, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, მით უმეტესო როდესაც ასე თქვათ ღმერთი ასეთი საოცარი მოთმინებით მაგალითად უშვებს რომ იცოცხლონ იმათ ვინც მთელი ცხოვრება ბოროტებაში ატარებს. აი საოცარი მოთმინებით ღმერთი უშვებს ამათ რომ ვინც რომ მთელი ცხოვრება ბოროტებაში ატარებენ და მათ უთმენს და როგორ დაუშვებდა ღმერთი იმასო რომ ასე თქვათ ახალგაზრდები გასულიყვნენ აქედან რომ წინასწარ ცოდნოდა ღმერთს და წინასწარ განეჭვიდა თქვათ ისინი აი რაიმე დიად საქმეებს აღასრულებდნენ, მაგრამ იმთავითვე აგრძელებს იოანე ოქროპირი რომ ეს ყველაფერი არ არისო. არამედ არსებობს სხვა დაფარული მიზეზი, რომელთა შესახებაც სრულიად უწყის მან, ვინც ყოველივე ამგვარად განაგო. ანუ ბოლომდე მაინც ადამიანური ბუნებით, ადამიანური გონებით ამოწურვა ამ საკითხისა შეუძლებელია. ანუ არსებობს სხვა რაღაც დაფარული მიზეზი, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რისთვის ხორციელდება ეს ყველაფერი, რატომ ხდება ასე. და ამის შესახებ იცის რა თქმა უნდა, აი მხოლოდ ღმერთმა. ღმერთს აქვს ჩვენ ვიცით გეგმა. უდიდესი გეგმა, როგორც ამას ჩვენ გვასწავლიან წმინდა მოგები და ამ გეგმაში შედის ის, რომ თითოეული ადამიანი ცხონდეს და თითოეული ადამიანი გადარჩეს. აი რაც ჩვენ დღეს გვეჩვენება მტკივნეულად, ის შეიძლება შემდეგ ამისაცის ჩვენ უფალს მადლობა უთხრათ. აი წარმოვიდგინოთ ახლა ის ბავშვები, ხო? რომლებიც მაგალითად ავადმყოფობენ ბავშვების ასაკში, იტანჯებიან, თუნდაც ახალგაზრდობის ასაკში. ამიტომ არსებობს ასეთი პასუხიც ამ კითხვაზე, რომ შეიძლება ეს ადამიანები და ეს პატარა ბავშვები და ახალგაზრდები არიან ერთგვარი მოწამეები, რომლებიც ეწამებიან იმისათვის, რომ ჩვენ მათი მშობლები და აი ვინც მაგალითად უფროსები არის, აი მათ გარშემო ასაკით უფროსი ხალხი, ისინი დაფიქრდნენ. და თქვათ იმ უბედურებამ, იმ ტკივილმა მოაქციონ ასეთი ადამიანები და აპოვნინონ ასეთ ადამიანებს ღმერთი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ როცა დედა და მამა და მშობელი არის აი საშინად ზარდაცემული, ასეთი ადამიანები იწყებენ ღმერთის დაკარგვას კი არა, ღმერთის პოვნას. იმიტომ რომ მათ უნდათ გამოსავალი იპოვონ. როცა ისინი სვამენ კითხვას, რომ სიკვდილით მთავრდება ყველაფერი, ჩემი საყვარელი ადამიანი მოკვდა და გაქრა, სად წავიდა და იწყებენ მის ძებნას, იმიტომ რომ უყვართ ის. და როცა იწყებენ მის ძებნას, ღმერთთან მიდიან და ღმერთს პოულობენ ასეთი ადამიანები. ამიტომაც შეიძლება ისინი ერთგვარად მოწამეებიც კი იყვნენ. და ეს ჩვენი ბრალი ყოფილა ესე გამოდის და არა ღმერთის და არა მათი. ანუ ჩვენთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ მოვექცეთ. რომ თქვათ ეს საშინელება რომ ნახოთ, რაც არის გარდაცვალება, ეს ტკივილი, გვეთკინოს, დავფიქრდეთ ჩვენ ვიპოვოთ ღმერთი. და უამრავი ადამიანი მართლა ასე მოქცეულა გიორგი, რომ აი ამ ტკივილის საფუძველზე უპოვია ღმერთი სინანულში ჩავარდნილა, იმ მიცვალებულსაც შეეწია და თვითონ თავის გადაეჩინა. მაგრამ აი მაინც არის, რა თქმა უნდა, სირთულე ამ კითხვაში და როგორც იოანე ოქროპირის პასუხში ჩანს, რომ ეს ყველაფერი მაინც ღმერთმა უწყის და ღმერთმა იცის, მაგრამ ერთი რამე გვინდა მაინც ჩვენ ვთქვათ, რომ აი ძალიან ხშირად მე მაგალითად მსმენია, ვთქვათ, იმ მშობლისგან, რომელსაც ვთქვათ, გარდაეცვალა ბავშვი.
ის მეუბნება მან ხომ არაფერი დააშავა და თქვათ რატომ ეთკინა მას, რატომ ტკივა მას, რატომ იტანჯებოდა ის სიკვდილის დროს, მას ხომ არაფერი დაუშავებია. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომ ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ საუბარი ამით დავიწყე და ამით მინდა რომ ამ კითხვაზე დავასრულო. ღმერთი არის სიყვარული, გიორგი და თუ ღმერთი სიყვარულია და ჩვენ ვიცით რომ აი იგივე ღმერთი უშვებს იმას, რომ აი მაგალითად ბიძინა ჩოლოყაშვილი. როდესაც ეწამებოდა ის 100 აკუცეს ჩვენ გვახსოვს, ხო? და ეს მამაო ჩვენოს ამბობდა და ლოცულობდა ხომ არის ეს? ხო წერია ასეთ რამ. ანუ რას ნიშნავს? მას გონება ჰქონდა აბსოლუტურად შენარჩუნებული. ქეთევან წამებული საშინა წამებას განისა გონება შენარჩუნებული ჰქონდა. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ ტოვებს ადამიანს გასაჭირში. არ ტოვებს ღმერთი ადამიანს ამ საშინელი განსაცდელში, ამ რასაც სიკვდილი ქვია და ღმერთი უადვილებს ამ დროს ადამიანებს იმ მდგომარეობას და იმ ყოფას. და ღმერთი რომელიც ასეთი დიდი სიყვარულია, რომელიც განამტკიცებდა ასეთ წმინდანებს ამ საოცარი ტანჯვის დროს და მათ უადვილებდა ამ ყოველივეს, როგორ ღმერთი მიატოვებს და ვეჯერო თქვა იმ ადამიანებს, იმ პატარებს, თუნდაც იმ ბავშვებს, თუნდაც იმ სიკვდილის ჯამს, ჩვენ გვაქვს მისი უსაზღვრო მოწყალების და სიყვარულის იმედი და ღმერთი მათთან იქნება ყოველთვის და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, მათ გაუადვილებს ამ ყველაფერს. ეგ ჩვენთვის არის, ჩვენ სამოძღვრებლად არის, რომ ჩვენ დავფიქრდეთ სიკვდილზე და მარადისობაზე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და ამასთან შეიძლება სმენელმა ვერ გაიგოს ისე სწორად და ამასთანავე შეიძლება ამ ბავშვს რო გადარჩენილი იყოს დიდხანს ეცოცხლა, რაღაც უბედურება ელოდებოდა და იმას აცილა, ხო? კაცმა არის ის რას აცილა ღმერთს. ჩვენ გვიწერია რომ ნუ გეშინიათო იმათიო, ვინც სოთ შეუძლია თქვენი ხორცის წარწმედა, გეშინდეთ მისიო, ვიცაც სულის წარწმედა შეუძლიაო და რა შეიძლება მაგალითად სულზე უკეთესი მისცეს ადამიანმა, ვინ სულია ყველაზე ძვირფასი რამ, ხო? ამიტომაც იმისათვის რომ ადამიანის სული გადარჩეს, შეიძლება ღმერთმა ასეთი რამ დაუშვას. და ჩვენ კითხვაში კიდე მეორე იცით რომ აი მამო, აი ის მაინტერესებდა კიდე რომ აი მაქსიმალურად როგორ შეიძლება, იცით როგორ აი ხა ესეთი რაღაცა მაქვს გაგონილი, რომ ღმერთს სანამ ღვთისათვის საჭირო ხარ ამ ქვეყნად. თუ აკეთებ კაი საქმეს, თუ ხარ საქმეში, ხო? არაფრით არ გაგიყვანს აქედან და როცა ღმერთი შეატყობს, ხო? რომ აი შენი მორჩი და შეიძლება რაღაცა აწი გააფუჭო, ან რაღაცა გაგიფუჭდეს, ან ყველაზე კაი მდგომარეობაში ახლა ხარ, მაშინ გაყავხარ, ხო? ეს რაღაცა არის რა თქმა უნდა ასეთი მოსაზრება რომ ასე იგი ადამიანი როდესაც ამოწურავს მართლა თავის შესაძლებლობას და თავის მისიას ამ ქვეყნად და როცა მზად არის აი ადამიანი როგორც გვასწავლიან თქვა ჩვენ მამები და მასწავლებლები ეკლესიისა მაშინ გადის ამ ქვეყნიდან როცა ის მზად არის მისი სული მზად არის უკვე ამ ქვეყნად გასასვლელად ანუ საუკეთესო მომენტია იმ შემთხვევაში რომ ეს ადამიანი ცხოვრობს შედარებით გაწმენდილი მდგომარეობა რა თქმა უნდა დიახ დიდი მადლობა და მამო ის რა მაინტერესებს ეხლა ადამიანები ძალიან საქართველოს ძალიან სამწუხარო არის რომ თუ ასწავლით ამას და თუ ეტყვი ძალიან ძნელ კითხვას გისვამთ ეხლა მაგრამ ძალიან სამწუხაროდ ადამიანებს ძალიან უჭირთ საქართველოს და დრო ისე აქვს რომ აუ ნეტა ეს გათენდებოდეს ეხლა ხვალინდელი დღეს ეგინდელი დღის იმედად არიან და ამ დღეებს უქმათ ატარებენ რაღაც აი დაღამებას უცდია რომ აი სიტყვაზე ორშაბათს პარასკევს რომ რაღაცას ელოდები ორშაბათიდან ფიქრობ სამშაბათი ოთხი მალე როდის გავა და შეიძლება უცბად შენთვის ერთი წამიც კი მნიშვნელოვანი იყოს როცა ყდები ხო აი მომენტს მამაო როგორ უქმათ რო ატარებენ რა უნდა ქნან მამაო რომ აი ეს შეავსონ ისე რომ უქმათ არ გამოვით, იმიტომ რომ აი არიან მაგალითად ბერები, რომლებიც არ მუშაობენ, მაგრამ ყველაზე მეტ დროს ისინი ხარჯავენ თავის იმაში, აქვე ლოცვაში და ასე შემდეგ, ხო? არის ეს მომენტი, ხო? ძალიან ბევრს არ აქვს ეს გათავისებული და გონია ამას რა ენახულება სიტყვაზის, მაგრამ ყველაზე ბევრს შეიძლება იშრომობდეს და ის მუშაობდეს. აი ამ შემთხვევაში მამო, იმ ადამიანებმა, ვისაც იმედი აქვს, ზოგი იღვიძებს და აი ნახდათ ვიცი, რომ თელღამეს ათენებენ მამაო, რომ მე დღე ძინავთ, მთელი დღე, მე კიდე მთელი ღამე კომპიუტერი, იმიტომ რომ მესმის მათ იმიტომ რომ ცხოვრება ძულთ იმდენად ცუდი ცხოვრებაა და წესიერი ხალხი არიან და რაღაცას გაურბიან რომ გარეთ გავიდნენ არ გაფუჭონ ისე ურჩევნიათ რომ აი სახში რაღაცას დრო დაკარგონ და აი ეს დრო როგორ უნდა შეავსონ მამაო თუ ურჩევთ რამეს აი რა გირჩევია თქვენ მრევლისათვის ვინც აი ესე დეპრესირებულია და ასე შემდეგ იმიტომ რომ ამ დროს თუ შეავსებენ ის დეპრესიაც გაუვლით ხო ძალაუნებურად რაღაცა თუ შეიძლება და თუ ითქვით ამაზე ერთი პასუხი არსებობს ეს არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან ეს არის ცოცხალი ქრისტე. იმიტომ რომ ასეთი ადამიანები იმიტომ არიან დეპრესიაში, რომ მათ არ აქვთ არანაირი იმედი და არავის იმედი. ადამიანების იმედი დიდი ხანია დაკარგეს, მათ შორის შვილების, თუნდაც ოჯახის წევრების, თქვათ, ვერ გრძნობენ სიყვარულს საზოგადოებისაგან და ამიტომაც ბოროტდებიან და ამიტომაც ვარდებიან სასოწარკვეთილებაში.
როცა ადამიანი, ასე ვთქვათ, არის ასე მძიმე მდგომარეობაში, თუ ჩვენ მოხვდებით ასეთ ადამიანთან, მნიშვნელობა არ აქვს სასულიერო პირიქება თუ საერო, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ რამენაირად მთელი სიყვარულით ჯერ პირველ რიგში გამოვხატოთ ამ ადამიანებისადმი სიყვარული. და აი რამენაირად ამ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ არსებობს ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყნად, ვისაც ამ კაცზე გული შესტკივა და ვისაც ეს ადამიანი უყვარს. იმდენად გაპროტებულები და იმდენად გაცივებულები არიან, შეიძლება არ დაგიჯეროს ამ ადამიანმა, მაგრამ როდესაც ეცდები და კვლავ მცდელობას არ მოაკლებ იმას და შენ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცებ. შეიძლება ამ ადამიანთან იჯდე და არაფერი არ გააკეთო, უბრალოდ მისი, თქვათ, შენი მასთან მყოფობით ან უგეშვა ასეთი ადამიანი. შეიძლება არც უნდოდეს მას შენი მასთან ყოფნა და ამაზეც გამოხატოს, თქვათ, პროტესტი, მაგრამ ღმერთი დაგვეხმარება და როცა ჩვენს გულს დაინახავს, რა თქმა უნდა, გაალღობს თუნდაც ასეთი ადამიანების გაციებულ გულს და მერე როდესაც ესეთი ადამიანი იმ დონემდე მაინც მოუტოვებთ ამ ადამიანის ნდობას, რომ შემოვა ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენთან კონტაქტში, აუცილებლად უნდა რამენერად მოვახერხოთ და ამ ადამიანს უნდა მიუთითოთ ასეთ ადამიანებს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაზე. შეიძლება ამ ადამიანმა გითხრას, რომ იცი რა, მე შენ ეკლესიაზე მელაპარაკები და ღმერთზე მელაპარაკები, მე დავდიოდი ეკლესიაში. შეიძლება გითხრას, მე ვაბობდი აღსარებასაც, ღმერთის წამდა, ცხოვრებაში ბოროტება არ გამიკეთებია და ყველგან მე ბოროტებას მიკეთებს. რა შემოვიპოვე ეკლესიაში, ვერაფერი, ვეზიარებოდი კიდეც. შეიძლება არ ვეზიარებოდი, დავდიოდი, ღმერთი წამდა, ვერაფერი. აი ცუდად თამაშია ადამიანის პრობლემა, რომ მას არ გონდა სწორი ორიენტირი აღებული. და შენ როცა იმას ეთქვის, რომ არა ძმაო, მეგობარო, ეს უბრალოდ შენ იმას ვერ იპოვე უფალი. იმიტომ ვერ იპოვე, რომ არ ეძებდი. იმიტომ რომ თავარი აზრი და მთავარი არცი სიცოცხლისა არის უფლის ძებნა და უფლის პოვნა, განცდა უფლისა და მასთან ცოცხალი ურთიერთობა და კავშირი, ხო? როცა ამ ადამიანმა ეს არ იცის და მას ეტყვი, რომ იცი რა, შესაძლებელია ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემო უახლოესო ადამიანო, შესაძლებელია რომ მე და შენ ხელი ჩავკიდოთ ახლა ერთმანეთს და ვიპოვოთ, ვითხოვოთ უფლისაგან. აი მთელი გულით შევეხვეწოთ უფალს და შევევედროთ უფალს. რომ აი ჩვენ რამენერად მოგწეს იმის ძალა, რომ მასთან მივიდეთ. ნაბიჯი გადავდგას და ის ჩვენთან გადმოდგამს. ნაბიჯი მოდი ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს რაღაც გარეგნულ ფორმებზე დამყარებული, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ ლოცვებზე, აღსარებაზე ან მსახურებაზე. უნდა იყოს ცოცხალი კავშირი, ცოცხალი ურთიერთობა, ცოცხალი საუბარი უფალთან. აი ამ ადამიანს რომ ეტყვი, რომ ეს შეიძლება, შენ შეიძლება რეალურად იპოვო ის, ვინც გიხსნის ამ მდგომარეობიდან. ჩვენ მას იესო ქრისტეს უწოდებთ, ის იქნება იმ ადამიანის მხსნელი და მხსნელი ერთია. ანუ ამ საშინელი მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავარია ჩვენ მოვანდომოთ ის, რომ იპოვოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი. თუ ადამიანი უკვე დააპირებს იმას, რომ გამოსავალი იპოვოს ამ საშინელი მდგომარეობიდან, ანუ იპოვოს მხსნელი, მაშინ რა თქმა უნდა, უფლის შემწეობით და უფლის წყალობით ის ამას აუცილებლად იპოვოს, იმიტომ რომ იონეს სინელი ამბობს, რომ ვინც მთელი გულით და მთელი არსებით შეესწება ღმერთი იპოვოსო, ის აუცილებლად იპოვის მას. შეუძლებელია რომ არ იპოვოს. ხოლო ისა შე რომ მითხარი, გიორგი, შე რომ მკითხე, რომ აი ეს მდგომარეობა ძალიან საინტერესოა, როცა ადამიანები მთელ ცხოვრებას ხანდახან ძილში და მცონარებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, ეს ასაკი ჩვენ და დღევანდელი ჩვენი თემა საუბრისა გარკვეულად ასაკს მიემართება. ისი არის დადგენილი უფლისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასაკი დროსთან არის დაკავშირებული და დრო მატერიალური სამყაროს ყოფიერების ფორმაა, მაგრამ ეს ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიურ სიცოცხლეს უკავშირდება, მაინც შეიძლება ჩვენ მარადიული სიცოცხლისკენ მიმყვანებლად გამოვიყენოთ. და ეს მაშინ მოხდება, როდესაც მაგალითად გავიაზრებთ თუნდაც იმას. აი ქრისტემ რომ თქვა, თუნდაც ახარებაში იგავიო, გემახსოვრება შენ ვიცი და გვახსოვ შენ ყველას, რომ აი ერთი ლეღვი რომ ედგა სავენახეში ადამიანს და მივიდა პატრონი ამ ლეღვთან და ნახა რომ მას ნაყოფი არ ესხა ამ ნაყოფი. და შემდეგ მივიდა მას და ვენახის მოქმედს უთხრაო, რომ აი 3 წელიაო დავდივარო მასთანო. ერთი წელი მივედი, ვერ ვიპოვე ნაყოფი. მეორე ჯერ მივედი, მესამედ მივედი, ვერ ვიპოვე ნაყოფი. ვერანაირი ნაყოფი ვერ ვიპოვე და მოჭერიო ეს ლეღვი. ხოლო ამ ეს ადამიანი ეუბნება, რომ უფალო უტევე ეგი ამასა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდო. კიდევ ცოტა მაცალი. რომ იქნება აი თქვათ გავანაყნოყიერო და რაიმე გამოიყოს შედეგი. აი ასე აკეთებს უფალი ეს 3 წელი შეიძლება განესაზღვრებოდეს თქვათ იმ ზოგადად ახალგაზრდული ასაკი, შუახნის ასაკი, სიბერის ასაკი, რომ ესე იგი შემთხვევაში უფალი უყურებს და აცდის ადამიანს და აი უნდა რომ ამ 3 ასე თქვათ უმთავრესი წარმართველი რაც არის ადამიანის ცხოვრებაში, აი ამ დროს გინ ახალგაზრდობაში, გინ შუახნის პერიოდში, გინ თქვათ მოხუცებისას გამოიღოს ადამიანმა ნაყოფი ღირსი სინანულისა. და მაინც მიუხედავად იმისა, რომ თქვათ აგვიანებს ადამიანი მცონარებაშია, უფალი ასდის ევედრება, აი უფალი ყოველნაირად წარმართავს მის ცხოვრებას
განვითარებას იქითკენ რომ თქვათ აი მეორე ამბავი რომ გავიხსენოთ ჩვენ სახარებიდან თუნდაც ეს ვენახის მუშაკების შემთხვევა ხო გიორგი როცა თქვათ ვენახის მოქმი ესე იგი პატრონმა დაიქირავა მუშები რომლებიც უქმად იყვნენ ეს უქმად ყოფნა ხო რაც შემკითხე თქვათ მე-9 ჟამს, მე-3 ჟამს, მე-6 ჟამს დაიქირავა სხვადასხვა ჟამს ესეთი ადამიანები და შემდეგ ჩვენ ვიცით მე-11 ჟამსაც კი მოსულ ადამიანს თქვათ იმგვარი პატივი მიცადა, იმგვარი საჩუქარი შეახვედა და იმდენი გასამორჯელო, რაც მე-9 ჟამს. ანუ ესე იგი უფლისათვის მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თქვათ აი კონკრეტულ მდგომარეობას, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ამ სხვა საკის განმავლობაში ის მაინც ელოდოს ხდება ასეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, რომ ესე იგი რამენაირად ადამიანისგან გამოიყოს რაიმე ნაყოფი ღირსის სინამდვილისა და როდესაც ადამიანი მთელ ცხოვრებას ატარებს მცონარებაში, მთელ ცხოვრებას ატარებს ასე ვთქვათ, უღმერთობაში, ეს უკვე გამოსავალი არ არის, არანაირი გამოსავალი არ არის. და როცა ადამიანი უკვე იწყებს გამოსავლის ძიებას და უკვე როცა ადამიანი იწყებს ხსნელის ძიებას და ამავე დროს ადამიანს აქვს სინდისი, ხო, ეს არის ღვთისმოქმედი ადამიანში და თუ ასეთ ადამიანთან მიყვალ და ხელს მოკიდებ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დაეხმარები აუცილებლად გამოყვება ეს ადამიანი და აუცილებლად ერთად მიხვალთ თქვათ იმ ადგილთან სადაც ღმერთია. იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვჭირდება ღმერთის პოვნა. ჩვენ შეიძლება ისეთმა ადამიანმა დაგვეხმაროს ამ გზაზე, რომელიც აი როგორც მე-11 ჟამის მუშაკი ბოლოს გამოფხიზდეს, მაგრამ ჩვენზე წავიდეს და ჩვენზე ადრე მივიდეს უფალთან. ეს ზოგადად ძალიან დიდი საიდუმლოა ეს ყველაფერი. ძალიანად ვერავინ ვერ აღწერს იმას, რომ რატომ ხდება ასე და ვინ რა ასაკში და როგორ და რანაირად იღებს ამ სიბზნეს, გინ საფრთხო სიბზნე და არ ვი, გინ ადამიანური სიბზნე და არ ვი, მაგრამ ჩვენთვის მაინც აი მოვალეობა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ვთქვათ ჩვენ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოხუცს, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც მაგალითად ჩვენ გვეუბნება ტაძარში, რომ იცი რა მამაო, მე ისეთ პერიოდში ცხოვრობდი, რომ ჩვენ დროს არ იყო სარწმუნება და რა ვქნა. რა შემიძლია? ერთი გაჭირვებული რაღაცეთ სათნო, საყვარელი ადამიანები არიან ესეთი ადამიანები. ჩვენ ამ ასეთ ადამიანმა კი უნდა გაგვაღიზიანოს. შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული რაღაც ესეთი ევოლუციის თუ რაღაც მსგავსი ესეთი მდგომარეობები და რაღაც დარვინის თეორიის მიმდევარიც იყოს ესეთი ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთმა ადამიანმა კი უნდა გაგვაღიზიანოს. მას აქვს რა თქმა უნდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება, თქვათ, საღვთისმოწყალო საკითხებისადმი, ქრისტესადმი, მაგრამ სიყვარულით თანადგომით, მოსმენით, მეგობრობით, რა თქმა უნდა, გადაილახება ეს ბარიერი და ჩვენ არ უნდა ვკრათ ხელი ასეთ ადამიანებს იმის თქმით. დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხავთ სხვისათვის დაკარგული დრო. ნახე ჩვენ საქართველოში მამაო ეგრე ხდება ხოლმე ძალიან ბევრი მხრივ შეიძლება ეს კითხვა დაისვას. აი თუნდაც სამსახურში ბევრი ადამიანი ანუ იყენებენ საქართველოში ყველა ერთმანეთს. თუ ვინმეს რამე შეუძლია იმას გამოიყენებენ, თუ არ შეუძლია იმას იყენებენ. ყველა ერთმანეთს იყენებს და აი ანაზღაურება იმდენი არ არის, შვილის პატივისცემა იმდენი არ არის, გაზდი და მის შვილი ისე ვერ გცემს პატივს როგორც უნდა, რასაც შენდებ მასში და ასე შემდეგ და ბევრი რამ იქ მეუღლემ შეიძლება ისე ძალიან იშვიათი არის და სტატისტიკურად ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო ხალხი უფრო მეტი არიან. აი ეს დრო მამაო როგორ შეეწირება ამ ადამიანს, ვინც აი ძალიან ბევრია რომ წლებს დაკარგავს სიტყვაზე შვილისათვის, იქ რავი უფროსისათვის სამსახურში რაღაცა, მაგრამ შემდეგ არც უფასდება ამ ქვეყნად და ჩვენ სუსტები ვართ, მაინც ამ ქვეყნად ვეძებთ მამაო რომ დაგვიფასდეს და ასე შემდეგ და აი ეს მომენტი როგორ უნდა იმას ვქოთ, გადავლახოთ მამაო, იმიტომ მთელი საქართველო არის უკმაყოფილო და დეპრესიაში ამის და გამო რომ არ უფასდება და საქართველოში დრო არ ფასობს. აი უცხოეთში მაგალითად აი სხვა მხრივ რო ავიღოთ, ხო, მატერიალურად დრო ყოველი წუთი ფასობს და დიახ და ჩვენთან მამაო აი ადამიანები აი მთელი მუშებივით არიან ხოლმე დღე და ღამე შრომობენ 100 ლარი აქვთ ხელფასი და ამაზეც კიდე წვალობენ იმას რომ რამე საყვედური არ დაცდეს შეიძლება რომ არ გამოაგნოს სამსახური და რაღაცა ამ დროს მისი დრო რომელიც ღმერთმა აჩუქა და ყველაზე ძვირფასია რაც კი შეიძლება ამ ქვეყნად იყოს ვიღაცა ძალიან ცუდი ადამიანი აფასებს ძალიან ცუდად და ცუდად იყენებს და ეს არ ესმით საქართველოში არ ვიცი რატო არის ეს დაბალი მენტალიტეტი, მაგრამ არის ესე და ბევრი შემთხვევა და დღეს არ არის ანაზღაურებადი, ხო? აი თუ შეიძლება მამაო თან არ მიკვირს ის რომ მამაო შეიძლება შვილმა არ დაგიფასოს დღეს, იმიტომ რომ დედის ამაგი და მშობლის ამაგი ძალიან დიდია და რომ გამოიხედები ამას ალბათ გადამხდელი არ ეყოლება, ხო? მე ალბათ მე შვილს გადაიხდება სამაგიერო იმით რომ მისი შვილი არ დაუფასებს მას და აი თუ შეიძლება მამაო აი ეს დრო მამაო ჩვენ დაგვიფასდება, როგორ დაგვიფასდება თუ ნუგეში რომ მივცეთ იმ ხალხს, ვინც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება დღეს მაგ ხრივ რომ მათ დროს იპარავენ ფაქტიურად ცუდი ადამიანები და არ უფასდებათ.
რომ დაგიფასდეს კიდე შეიძლება რომ წაუღია მთელი ცხოვრება, მაგრამ მე არ უფასდება და ბოდიში ვიხდი რომ მიგზელდება. სამწუხაროდ სანანებელი უხდებათ მამაო და ძალიან გულსატკენი არის ეს ყველაფერი და იმიტომ უფრო ვამბობ ამას დიახ. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების ამის რომლებიც ესეთ ექსპლუატაციას განიცდიან, შეიძლება ითქვას ეს სიტყვა ვიხმაროთ და ეს მართლა არის ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შრომა უქმად იხარჯება და ძალიან ბევრი ადამიანი არის ასეთი მძიმე მდგომარეობაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ამას თანდათანობით რა თქმა უნდა მოევლოს, თორემ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფაქტობრივად საზოგადოება არ არსებობს და ადამიანები არ არიან მეგულისხმობ საზოგადოებას, აი ამ საშუალო ფენას, ან ისეთ საზოგადოებას თავის სიმაღლეზე არდგას, იმიტომ რომ ადამიანები არიან ასეთ დაუცველ მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე მძიმე ეს არის კაცის ყოლა ფაქტობრივად და კაცის ეს ნელა იქნება თუ სწრაფად რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ნელი კუდომა ადამიანისა და ადამიანის ასე ვთქვათ სასიცოცხლო ძალების გამოცვლა. და როცა მივხვდეთ და მით უმეტეს როცა ადამიანი მაინც თანახმაა ამაზე, იმიტომ რომ მან თუნდაც ის ელემენტარული სამუშაო არ დაკარგოს. ეს კატასტროფაა და ეს საშინელებაა და უნდა ვითხოვოთ ჩვენ უფლისგან რომ ყველა მერთად რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. და გონს მოეგოს მთლიანად მთელი ერი. ამას რა თქმა უნდა ასე ჭირდება. ხოლო ახლა შეხება იმას ადამიანი ასე მდგომარეობაში როგორ შეიძლება ჩვენ ვანუ გეშოთ, ნუ გეში იწყება მაშინ როცა ადამიანი იწყებს ქრისტეს ძიებას. თუ ადამიანმა დაიწყო უფლის ძიება და თუ ადამიანმა უთხრა უფალს რომ უფალო მე შენთან მინდა და შენთან მოვდივარ და შემეწიე როგორ მოვიდე შენთან და დამეხმარე და მიშველე, ამ დროს ადამიანს უკვე გული უთბება. ქრისტეს მიმართ, გული უთბება მარადისობის მიმართ. და ასეთ ადამიანს უცა შენ ეტყვი რომ ნუ გეშინია, შენს ცხოვრებას უფალი განაგებს. უფალი არის შენთან. უფალი იყო და არის და იქნება ყოველთვის შენთან. შენი ცხოვრება მიემართებოდა თქვათ ამ მიმართულებით, შეიძლება იმიტომაც თქვათ ჩვენ ცხოვრებაში არის ძალებური განსასწრელი რომ ამ განსასწრელიდან გამომდინარე ჩვენ უფალმა საკუთარი თავი გვაპოვრინოს. მაგრამ ამასთან ერთად თუ ადამიანი ასე თქვათ ამ დაკარგულ დროს და დროს ძვირფასი მართლაც არაფერი არა, იმიტომ დროს ენერგია მიყვება, დროს ძალა მიყვება და ყველაფერს. თუ ადამიანი მაინც მთელი გულწრფელობით შეწირავს მაინც სხვას, აი როგორც წერია სახარებაში მაგალითად რომ ვინმე რომ გთხოვოს რამე მიეცი და ნუ გარე მიექცევი მასო და ვინმე რომ თქვათ კვართი გთხოვოს 60-ელი მიეციო. თუ ადამიანი ამ მთელი აი შინაგანი სამყაროთი მაინცაც შეწირავს, როგორც შესაწირავს, ისე გაიღებს ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა ღმერთისგან დიდლმაც მიიღებს ასეთი ადამიანი. იმიტომ რომ მაინც არის ასე მდგომარეობაში და აჯობია რომ თქვათ იპოვოს უფალი და შემდეგ რაღაცნაირად სიმშვიდე მოიპოვოს იმასთან დაკავშირებით რომ უფალი მასთან უფალი გააძლიერებს და შეაძლებინოს ყოველივეს როგორც შესაწირავს ამ თქვა ადამიანებისადმი ისე გაიღებს. ხოლო შენ მეორე კითხვა ძალიან საინტერესოა აი ჩვენ დამოკიდებულება თქვა ასაკოვანი ადამიანების საშუალებისადმი. და რატომ ხდება ეს რომ ასეთი არეულია ჩვენთან უკვე ასეთი მდგომარეობა და ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს იღებს თითქოს შვილისათვის ასწავლის 1000 რამეს აკეთებს, იგივე მშობლები მაგალითად ბავშვობის ასაკიდანვე დაარბენინებენ ბავშვებს ეკლესიაში, აღსარებას ავარბინებენ, სტიქარს აცმევენ, ყველაფერს აკეთებინებენ, დიახ. თუ შეიძლება რომ დავამატო ამას, რომ ვინც არ აკეთებს ამას, იმას უფრო მეტად უფასდება, ვინც აკეთებს. აი აქ რასთან გვაქვს საქმე რა, იმიტომ რომ მე ვიცი მკვდარი მშობელი, რომელიც გადააკვდა შვილს და არ დაუფასდა და მე ვიცი რომ მშობელი რომელიც თავისი ცხოვრობდა და რაღაც სტიმულად აი თითქოს ისეთი არის რომ მოდი რა არ გადავყვებით ან იმიტომ რომ ის უფრო აფასებს ბოდიში და თქვენც ალბათ გეცნობთ რატო ხდება ხოლმე ეს ალბათ გვინანოს ხო ადამიანმა დიახ რა თქმა უნდა ჯერ იყოს ზოგადად ყველა განსასწრელი იმიტომ მოდის ადამიანს რომ ადამიანმა უფალი პოვოს ამ გზით მაგრამ მშობელი როცა მიატოვებს თავის შვილს და არ ზრდის რა თქმა უნდა უფალი ერევა ამ საქმეში და უფალი თქვათ ისეთ გაზდის მისი მშობელი ხდება ასე თქო ისედაც არის მისი მშობელი მაგრამ რა თქმა უნდა მას არ გამოაკლებს ზრდას და რა თქმა უნდა უფლის განგებულებაში გადადის და სიყვარულში ასეთი შვილი მაგრამ ის ადამიანები რომლებიც თითქოს ყველაფერს აკეთებენ ისინი რაღაცაში ცდებიან ყველა შემთხვევაში გარეგნულად შეიძლება ყველაფერს აკეთებს. ახლა მე მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, რომ შეიძლება გადაყოლი უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც გადაყოლია თავის შვილს. ასწავლის უამრავ ფულს იხდის ცეკვაში, იქ რაღაც სამართლისო ცეკვებზე დაყავს მჭიდაობაში, ჭადრაკში, 1000 გვარი ტურებია, ის არის, ეს არის, შემდეგ ცურვაში, მასწავლებელთან, რეპეტიტორებთან, ასე. შემდეგ ის კი არა და დაარბენინებს ამ სიტყვას, იმიტომ უხმარობ, რომ აი ძალით ატარებს ეკლესიაში სტიქარს აცმევს, ძალით აკითხებს ზიარების ნალოცვებს, აი რაღაცა საოცარ მდგომარეობაში ამყოფს ამ ბავშვისათვის თქვა ეკლესიაში სიარული ტანჯვაა. მშობლისათვის ეს არის სამოთხე, რომ აი ესე იგი მის შვილს ასე ვთქვათ, ამ ძალით მოაპოვებინებს ამ სამოთხეს. მაგრამ შემდეგ თქვა იზრდებიან ასეთი ბავშვები და საერთოდ ტოვებენ ეკლესიას. ეს არის იმ თავითვე არასწორი, გაუყურმართებული დამოკიდებულება ზოგადად შვილისადმი. აი ზოგადად ჩვენთან პედაგოგიკა და აღზრდა შვილისა არის ძალიან დაბალ დონეზე, იმიტომ რომ მაშინ თუნდაც
ეკლესია არ ერევა და ეკლესიის დამოკიდებულება ამაში რომ ჯანსაღ ფსიქიკურ გარემოში რომ ჯანსაღი ადამიანი უნდა გაიზარდოს და ეკლესიის როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ უგულებელ ყოფილია ესეც არის ერთი საქმე მაგრამ არის ერთი შემთხვევა მაგალითად რომ ყველაზე მთავარი მაინც რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა საიდან მოდის პრობლემა იმაში კი არ არის რომ ვინ რამდენი ფული გადაიხადა შვილის მომზადებაში უამრავი ადამიანები საერთოდ არ მოუმზადებიან მშობლებს და ყველა გამოსდა ჩააბარეს და ბედნიერები არიან და სწავლობენ და საზოგადოებისათვის მისაბაძი ადამიანები არიან პრობლემა იმაშია რომ მაინც ჩვენ ყველანი მოვდივართ მაინც სიყვარულიდან ანუ ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას იზრდება თუ არა ის ნამდვილ სიყვარულის გარემოში რაც მაგალითად საერთოდ არ გულისხმობს თუნდაც იმას რომ ბავშვი მეტად იყოს განებივრებული ან რამე ან თქვათ მეტი საშუალება ქონდეს თუნდაც თქვათ რომელიმე მასწავლებელთან ისწავლოს ბავშვი უპირველეს ყოვლისა სჭირდება ნამდვილი გარემო სიყვარულის გარემო გარდა ამისა სჭირდება მის გვერდით ყოველთვის აი ჩვენ ხო ვამბობთ რომ თქვა მშობელი დროს ხარჯავს ბავშვის აღზრდაზე და შედეგი ნულია ბავშვი აუცილებლად სჭირდება ავტორიტეტული პიროვნება რომელიც იქნება მის გვერდზე რათა არ იყოს თქვა მშობლის მიერ გაწეული ეს აღზრდა ესე თქვა ნულის ფასი ანუ ავტორიტეტული პიროვნება სჭირდება ბავშვს გვერდზე სიყვარულის გარემოში გაზრდა სჭირდება ესე იგი ის ავტორიტეტული პიროვნება რომელიც იქნება ბავშვის გვერდი თუნდაც მშობელი იყოს უნდა იყოს ძლიერი უნდა იყოს მართალი უნდა იყოს ასე თქვა აუცილებლად მოსიყვარული აი ასეთებს ეძებენ ბავშვები თავიდან. აი მაგალითად ბავშვისათვის მე მინახავს რამ ბავშვები რომლებისათვის მაგალითად ასეთი ადამიანები როგორ იყვეს ოჯახში. თქვათ ასეთი ადამიანი მისთვის შეიძლება იყოს აი თუ სპორტით არიან დაკავებული მაგალითად რომელიმე სპორტის მასწავლებელი ან ცეკვის მასწავლებელი. აი ეძებენ აი ესეთ ავტორიტეტს ეძებენ ასეთი ბავშვები ვერ პოულობენ ეს ადამიანს იმიტომ რომ ესე იგი ასეთი ადამიანი ასეთ ბავშვები ასეთ ადამიანებს ქუჩაში შეძებენ სკოლაშიც ეკლესიაშიც ეძებენ ყველგან ეძებენ და ვერ პოულობენ ასეთ რაღაცას. ეგ არის ყველაზე მთავარი რომ ესე იგი პირველ რიგში ბავშვებს თუ გვინდა რომ ბავშვების პატივისცემა დავიმსახუროთ და ჩვენი ასე ვთქვათ აღზრდა არ იყოს ტყუილად გაფლანგული დრო ჯერ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვცეთ ბავშვს პატივი უნდა ვიყოთ პირველ რიგში სამართლიანები ძლიერები და სიყვარულით რა თქმა უნდა აღსავსენი იმიტომ რომ ესე იგი დღეს მაგალითად ახლა მე სანამ შენთან წამოვიდოდი აი სადღაცა შევესწარი მოდიოდი სკიბებზე მის კორპუსის და პატარა საყვარელი ძალიან საყვარელი ბავშვი მეუბნება იმას ბაბუას რომ მიმართავ სახელით ხო აი ეს როგორი რაღაცა როცა ამით უფერულდება ისეთი მშვენიერი სახელი როგორც არის დედა მამა უფერულდება ბებია ბაბუა ახლა ქართველი ადამიანისთვის ქართველი კაცისთვის რას ნიშნავს ეს სახელები და რას ნიშნავს და ოდითგან ეს საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ზოგადად აი ჩვენთვის რას ნიშნავს ბებია ქართველი ადამიანისთვის ეს არის საერთოდ მერვე საოცრება რომ ქართველი კაცისთვის ბებია რაც არის ეს თუ არ ვიცი ეს ამაზე შეიძლება დაიწეროს მოხდა ტომები და ეს თუ ვინმეს გამოკვლეულია ქართეთი ფენომენი სოფლიოში არ არსებობს და ეს ყველაფერი ხდება დღეს ჩანაცვლება იმით რომ აი პატარა ბავშვები სახელით მიმართავენ უფროსებს პატივს არწევენ მას და ეს ყველაფერი უფერულდება და აი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სიტყვას ამბობს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ცნობილი ეკლესიის მასწავლებელი რომ სამყარო აი მისი სიტყვებია რომ სამყარო საგიჟეთ იქცა ესე იგი პატარა ბავშვები დასაძინებლად თუ შუაღამისას წვევიანო მაშინ როცა მათ მზის ჩასვლისთანავე უნდა დაიძინონ ისინი ცათამბჯენებში ბეტონის კედლებში არიან გამომწყდებულები და უფროსების განრიგით ცხოვრობენ და რა უყოთ ბავშვებს და რა უყოთ მშობლებს ისმენს ასეთი კითხვაო მოდიან ბავშვები და მეუბნებიან რომ მშობლები ვერ გვიგებენ მოდიან მშობლები და მეუბნებიან ჩვენ შვილებს ჩვენი არ ესმით და მშობლებს და შვილებს შორის უსკრული გაჩნდა და იმისათვის რომ ის ამოისოს მშობლებმა შვილების ადგილას უნდა წარმოიდგინონ თავისი თავიო და შვილებმა მშობლების ადგილას უნდა წარმოიდგინონ თავისი თავი და თუ ბავშვები მშობლებს არ გაამწარებენ როდესაც გაიზრდებიან და თვით გახდებიან მშობლები აღარც მათი შვილები დატანჯავენ მათო ეს განგებულება რა თქმა უნდა მოქმედებს არსებობს რა თქმა უნდა უამრავი სიყვარულის კანონი ჩვენთან ჩვენს გარშემო მაგრამ აი ყველაზე მთავარი მაინც არის ის რომ ჩვენ ყველა საქმე თუ გვინდა რომ უაზროდ არ იყოს გაღებული თქვა ჩვენი შრომა მშობლებისადმი სიყვარულის გარემოდან უნდა დავიწყოთ დიახ ძალიან დიდი მადლობა თუმცა მამაო დღეს რაღაცა ისეთი თაობა მოვიდა რომ რაღაცა გამოირთო ბევრი ბავშვი ბევრი ადამიანი და რაღაცა ნიჭი თითქოს დაკარგეს მამაო ეს სიბზნე სასაკი ხადრინდელი თაობა სიტყვაზე თქვენი თაობა რომელიც იყო ხო ჩემი თაობა ხო რაღაცა უფრო მათასაკში უფრო სხვანაირი გონება გახსნილებს სხვანაირები ვიყავით სხვანაირი პატივისცემა სხვანაირი ჰქონდა და რატო ხდება მამო ეს სიბძნე რაღაცა თან დაყოლილი იყო და დღეს გაქრა და რაღაცა მომავალში თუ რომელი ასაკიდან მოდის ეს სიბძნე იმიტომ რომ ზუსტად იგივე ბავშვებს ის
ის ხალის ის სიხარული არ აქვს. ეხლა წარმოგიდგენთ მამაო, აი თუნდაც აი ელემენტარულს ავიღებ, რომ მაშინ ეხლა ჩვენ ბავშვობაში რომ ისეთი რაღაც სათამაშოები და ისეთი ტელეფონები და რაღაცები ქონოდა, შეიძლება სიხარულით არც დამეცინა და დღეს ამათვის ეს არაფერი არ არის, არც ახარებთ, არც ამწუხებთ, რაღაცა ვერ რეაგირებენ მამაო. ანუ არა აქვს რაღაცა გზნობა ის რომ სიხარულის გზნობა ხო შეიძლება გქონდეს. ჩვენ ასაკში როგორი იყო, რა ვიცი, ეკლესიაში თუ ექსკურსიაზე ან სადმე რომ მოხდებოდა 200 სურათს ვიღებდი. დღეს სურათსაც არ იღებენ, ისე დადიან ექსკურსიაზე, ჩადიან, ჩამოდიან, რომ საერთოდ ის არ აქვს. აი თუ შეიძლება მამო, აი ეს ასაკმა იცის, დრო რო იცვლება, მე ადამიანიც ცივდება თუ ეს როგორ ხდება მამო, იმიტომ რომ ადრე ესეთი ბავშვები არ იყვნენ. ყველას ნიჭი იყო ძალიან წამოწევ. დღესაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ ამ ნიჭს ვერ იყენებენ, მამო. ადრე მამო, აი ნებისმიერ ფეხი რო ქონდა ერთი, კარგი ის უკვე საფეხბურთელი გამოდიოდა. დღეს არაფერი არის, აი რაღაცნაირად ისე არის. თან მათინება, ადრე ჩვენ ისე ვიყავით, რომ მშობლებს დავყავდით, რომ მუსიკას ძალიან შეიყვარდა, იმაზე არ გინდოდა და დღეს მათინება, თავისუფლება აქვთ, ბევრი და ვერ იყენებენ. დღეს რომ აი ბავშვებს მე ვატყობ 13-14 წლის ბავშვები, პირიქით ჩობელს ეუნებიან, რომ არა და ეს არ მინდა, ეს მინდა და ასე შემდეგ. რაღაცა აი iPhone-ის ბავშვებად იქცნენ და ტელეფონებს და ვერ გაცდნენ რაღაცა ის მართალი ხო და აი რატომ ამაო იმიტომ რომ ადრე წარმოგიდგენთ შუქი არის ხო ამათ შუქი რო ჩაუქრო გეფიცებით ყველაფერს არც იციან რა ქნა შეიძლება უბრალოდ ისე დაიბნენ ფანჯებიდან გადახდნენ ჩვენ დროს შუქი არ ნავთის რიგები ყველაფერი გადავიტანე და ყველაფერი გვიხაროდა აბსოლუტურად და პატარა რაღაცა არ ვიცით ისეთი კითხვა დასვიდი რომ ესეთი გულისწყივლით არის შენი კითხვა დასმოდი რომ შენ კითხვაში პასუხიც დევს თქვა ვინც უსმენს ჩვენს გადაცემას და ვინც მთელი გულით არის ჩართული ის პასუხსაც იპოვიდა შენს კითხვაში რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ტკივილი თითოეულ ჩვენთაგანისა იმიტომ რომ ეს რთულია ზოგადად იმის თქმა თუ რატომ როგორ ანაირად რომელი ასაკიდან რა თქმა უნდა მაგრამ ერთი რამ ჩვენ მაინც ვიცით რომ ასე იგი ახლა შენმა კითხვა მის გამახსენდა რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაში ლონგია იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო სინამდვილეში როგორი გონებაში ლონგები იყო რევოლუციამდე კარგად ვიცით ხო მთელი ეპოქები შექმნეს და მთელი სიბრძნის წყარო და იმათ გარეშე იმათზე ვართ ჩვენ კიდე თქვა იმათ სიბრძნეზე დამოკიდებული და მათი ვარსებობთ ანუ ეს რა თქმა უნდა შეიძლება ერთი ამის მიზეზი იყოს ის რომ აი თუნდაც ჩვენ როცა ჩვენ სინამდვილეში არ იყო თქვა ეს მობილური ეს მე სულ არ მინდა იმის თქმა რომ თქვა ეს წინ სულა ეს კომპიუტერული რაღაც მექანიზმები და გამოთვლითი ტექნიკა და სხვები ეს ცუდია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეიძლება ადამიანმა გამოიყენო კარგისთვის ამაზე ორი აზრი არის მაგრამ ხო ფაქტია მაგალითად ის რომ აი ბავშვს რომელიც თქვა ცხოვრობს წიგნთან რომელიც კითხულობს წიგნს რომელსაც დედა უყვება ზღაპარს რომელსაც მამა რეალურად ეთამაშება ფეხბურთს და არა ისე თითებზე დაჭერით ხო ასეთი ადამიანის ასე ვთქვათ სოფხედველობა ფანტაზია უფრო ვითარდება ეს ხო რა თქმა უნდა ესე იმიტომ რომ ის ბავშვი რომ კითხულობს თუნდაც იმ ტომ სოიერის თავგადასავალს თუნდაც ან სხვა რამეს ნებისმიერს ასპურცელას ირმისას ნუ ესეთ რაღაცებს თუ არსებობს ეს ბავშვი მოგლად არც იციან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო იყო ჩვენს დროს ამ დროს თვითონ წარმოვიდგენს ესეთი ბავშვი რომ მის წარმოსახვაშია ეს ასპურცელა და სიკვდილის ბოლომდე ისეთი იქნება როგორც მან წარმოისახა მაგრამ შენ აგერ უცებ აწოთი რაღაცა მზასახით და ეუნები ეს ასეთია ეს ესეთია ეს ესე ურტყამს ამას ასეთი ბოდიში ამ ჟარგონიზა რომ დღეს ესე მოხდა ასე რატომღაც რომ აი ყველა ის გმირი რომელსაც თუნდაც ბავშვები რა მნიშვნელობა რა სახელი იქნება ის თქვათ ქართული სინამდვილე იქნება თუ სხვა რაიმე ესეთია როგორ გითხრა აი ბეტმენი იქნება თუ რაღაც ისეთი ადამიანი ობობა თუ რაღაც სპაიდერმენი ხო ეს ყველაფერი მაინც ასოცირდება რასთან ასოცირდება დარტყმასთან და რაღაცა ესეთი არაქართული ტერმინი რო ვიხმაროთ აი სუპერ უდართან და იმასთან და ამასთან ანუ ეს იმასთან კი არ ასოცირდება რაც იყო თქვა ძველ წარმოსახვაში რომ აი ბავშვი ამას წარმოისახავს როგორც აი მებრძოლს ბოროტების წინააღმდეგ როგორც სიკეთის მთესველს და კი ბატონო იქაც იყო ბოროტი ძალები რომელსაც დამარცხება ჭირდებოდა მაგრამ ადამიანი ბავშვი ამას წარმოისახავდა თავისი აზროვნებით შეიძლება დაეხატა ეს ყველაფერი ამ ყველაფერში თქო უნდა ფანტაზია ვითარდებოდა ეს ყველაფერი ახლა დღეს მზასახით ვითარდება ვიღაცამ მიაწოდა მზასახით ამ კომპიუტერის სახით თამაშობს ამ ყველაფერს და მისთვის აღარ ფიქრობს ანუ გონებას აღარ ანვითარებს ამაზე ფიქრით რომ ეს როგორ იქნებოდა და როგორ გადაახტუნებდა თუნდაც ცხენს და როგორ მოიტაცებდა თუნდაც თავი მას საცოლეს თუ რაც იქნებოდა ხო ეს ყველაფერი რაღაცნაირად მზასახით ეწოდება მას ვიღაცის ნაფიქრალი ვიღაცის გამოგონილი და შემდეგ არც თუ იშვიათად ამ ვიღაცის გამოგონილი ნაფიქრალში არის ძალიან ბევრი სისხლი ძალიან ბევრი დარტყმა ძალიან ბევრი ტკივილი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბავშვი ეჩვევა ამ ყველაფერს ანუ თვითონ ვერ ეჩვევა ასე ვთქვათ ფიქრს
აი ფიქრის დრო არ აქვს თითქოს ბავშვი, იმიტომ რომ რაღა იფიქროს, ყველაფერი მიწოდებულია უკვე მზასახით. იგივე ფეხბურთი ვიფიქროთ, იგივეა უამრავი გასართობი თამაშები, როდესაც იყო სოფელზე და თუნდაც ქალაქად. სკოლებში უამრავი თამაში იყო, უამრავი რაღაც დამოკიდებულება იყო, რომელიც ადამიანის გონებას ცოტათი მაინც არ ავითარებდა, ხო? ეხლა ყველა თამაში მაინც გადასულია რაღაც ელემენტარულ აი ისეთ ურთიერთობაზე, რაღაცა ვის როინ რა იარაღი აერჩიოს, ვინ რას დაუპირისპირდეს, არის რაღაცა უამრავი ჩვენ ალბათ ვიცი ახლა სოციალური თამაშები, როდესაც მთელი სამყარო ჩართულია ამ თამაშში და ძალიან პოპულარულად სარგებლობს თქვა ბავშვებში და დიდებშიც და ყველა თაობის ასაკში ეს ყველაფერი, ხო? ანუ მე ისე თქმა მინდა ერთი სიტყვით რო ვთქვა, რომ აი ძველად როცა აი ბავშვი გინ სოფელში, გინ ქალაქად აი დარჩენილი იყო ინტერესი ქონდა ბავშვს, გონება ქონდა გახსნილი იმიტომაც, რომ აი დასაწყისში თუნდაც ბავშვობიდანვე როცა მშობლები მას უყვებოდნენ ძალიან საინტერესო რამეებს, როცა ადამიანი ამაზე ფიქრობდა განიცდიდა, როცა უამრავი რაღაც ტომები იყო მახსოვს რაღაც ნადირობა მოგზაურობის ტომები ჟიულაი კითხულობდა ამ ყველაფერს, ამ ყველაფერი თვითონ ყალიბდებოდა ადამიანის განცდაში, ამაზე ფიქრობდა ბავშვი და აი არ იყო რაღაცნაირად ასე აი მზასახით მიწოდებული ყველაფერი შემდეგ გინ თამაშის სახით გინ რისი სახითაც შეიძლება იყოს რომ ეს ყველაფერი როგორც აი კარგად გათვლილია იმაზე რომ ადამიანი გაერთოს რომ ადამიანმა რაღაცნაირად დრო არ დახარჯოს, თქვათ იმაში, რასაც გვია, აი თქვათ განვითარება მისი გონებრივად, ფიზიკურად, რაციონალურად, ყველანაირად და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს გვიშლის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მომავალ და თუ შეიძლება კიდევ რომ აი ხა რახანს ამას შევეხეთ, რომ არიან ჩვენთან ძალიან ბევრი ნანობს და ყოველდღე ასაკი რომ ემატებათ ხოლმე, ხო? არის ის მომენტი, რომ აი რაღაცა სულ იმაშინე დეპრესიაში არიან, რომ აი ეს ასაკი უკვე ჩაიარა და აი სიკვდილს უახლოვდება, ხო ფაქტიურად ადამიანი, ხო და გარდაცვალებას და აი თუ შეიძლება მათ რო ვანუგეშოთ ისინი, ვინც ასაკში არიან, რომ მე მინახავს ეხა სიტყვაზე 80 წლის ადამიანი სიცოცხლით ახსავსე და 18 წლის ბავშვი, რომელიც აი დარს გავს და რა ვიცი ძალიან ცუდ დღეში არის სიტყვაზე და აი ეს მამაო როგორ უნდა ანუ ყველა ასაკს სილამაზეს ხო შენ უნდა სცენდე, ხო? მაინც რომ აი შენ გინდა და თუ გინდა იქნები 15 წლის მკვდარი და შეგიძლია იყოს 75 წლის და ისეთი ცოცხალი თითქოს გუშინ და გუშინ წინ დაიბადეო, ხო? აი ეს მომენტი, მამაო, როგორ უნდა გაითავისო ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენთან რატო არის, იცით, აი ადრე ბებიებს და ბაბუებს უხაროდათ ის, რომ შვილები პატივს სცემდნენ. დღეს შვილებს და შვილიშვილებს იმდენი პრობლემა აქვს, რომ თავის თავს არ ცემენ მამაო პატივს და ბებიას როგორ ცემენ პატივს და სულ ყოველთვის ხონ მამაო აი გულდასაწყვეტი ურთიერთობა არის ხოლმე მათ შორის, შვილიშვილი კომპიუტერს დაძის, როცა ბებიას კალთაში უნდა ეჯდეს და ასე შემდეგ, ხო? და თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით, რომ აი რა შეიძლება ურჩიოთ იმ ადამიანებს. აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ გიორგი თქვენის, რომ ყველა ასაკი ადამიანმა თვითონ უნდა გაილამაზოს. ანუ გაილამაზოს რითი? ადამიანი ასაკიდან გამომდინარე უნდა ჩაწოდეს თუნდაც ამ სოფლიური, ამ ქვეყნიური ცხოვრების არსს, რომ ჩვენ, თქვათ, ეს ცხოვრება მოგვეცა იმისათვის და ეს ასაკი თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენ მარადიულობაში გადავიდეთ და ვიპოვოთ ცოცხალი ღმერთი, როცა ადამიანი ჩაწოდება მისი ცხოვრების, მისი სიცოცხლის არსს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი თვითონ გაილამაზებს მის ცხოვრებას. ანუ რა ასაკშიაც იქნება, იმ ასაკში მოიპოვებს სულის სიმშვიდეს. თავარი ადამიანმა სული სიმშვიდე მოიპოვოს. თავარი ადამიანმა შეიმოსოს იმ სიხარულით, რა სიხარულზე ჩვენ გვეუბნება ქრისტე, რომ ამ სიხარულს თქვენ ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგართმევთ, თუ კი თქვენ იპოვით მასო. აი, მშობლების პატივის, ამიტომაც გალამაზდება თითოეული ასაკი, თუ ადამიანი იპოვის უფალს და გადადგამს ნაბიჯმასთან. და აბსოლუტურად გეთანხმები. აი, მშობლების პატივისცემასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ბრძანე შენ გიორგი, ჩვენ ვიცით ესეთი პავლე მოციქული მაგალითად ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, პირველ ეპისტოლეში მეხუთე თავში ამბობს ასეთ რაღაცას. ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს. და ეს გვინდა ჩვენ თუნდაც იმ მოხუცებულების გასაგონად თქვა, რომელზეც შენ მითხარი, რომ მოხუცებულსა ნუ რისხავ, არამედ ლოცებდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა ვითარცა ძმათა და მოხუცებულთა დედათა ვითარცა დედათა. ანუ ყველა მოხუცებული შენთვის იყოს როგორც მამა და ყველა მოხუცებული დედა როგორც შენი დედა. და ლოცებდო მასო, ანუ შეაგონე მასო. ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შერისხვა, არავითარ შემთხვევაში. ხოლო აი თუნდაც აი ჩვენ ლევიტელთა წიგნში მე-19 თავში გვიწერია ასეთ რაღაცა, რომ პირდაპირ წერია პატივი უნდა ვცეთ მოხუცებს და გვეშინოდეთ ღმერთის. ხო, ამაზე მეტი რეალური, ამაზე მეტად რა უნდა იყოს. ამიტომაც ასე თქვათ, ერთადერთი რა ჩვენ შეგვიძლია თქვათ იმ ადამიანებს, იმ მოხუცებს უთხრათ, ეს არის რომ ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ მათ გაილამაზონ თავიანთი არსებული ასაკი იმით, რომ გადადგან ნაბიჯი უფლისკენ და დაიწყონ ძიება უფლის, არასოდეს არ არის გვიან.
ეხ ძალიან დიდი მადლობა და мама ვინც ვერ აფასებს რომ როგორ დააფასონ, იმიტომ რომ ძალიან რთული მომენტი არის, დღეს ძალიან ძიმე არის ეს და ადამიანი მაგალითად ჩემი წეღარო თქვი, ხა ჩემი თქმის არ იყოს ცოტა ხმამაღლად გამომდის, მაგრამ წეღარო თქვი რომ ისა თქო რა ქვია, თავის თავს ვერ აფასებს, ეხა ცოტა ძნელია რომ კიდე სხვა დააფასოს, ხო და ძალიან გულნატკენებიანი და ფაქტიურად ადრიან ასაკში ვინც კვდება, იმის გამო კვდება რომ სხვა მეორე ადამიანი ვერ აფასებს მას და ძალიან გულსატკენი არის ეს და ჩვენ თითქოს კვლელები გამოვდივართ მათი ვინც ვერ დააფასდა და მოკვდა. მე უკვე გვიანი არის ხოლმე, მე რომ მოგინდება დაფასება და აუ ესე იყო და როგორ მიყვარდა და რაღაცა, მე რამდენი ნანობს ალბათ ძალიან ბევრი ნანობს. ეხლა ძალიან ცოტა დრო დარჩა, მამო კიდე ერთი კითხვა მინდა და დაგისვათ და იმიტომ და ძალიან ბევრი ნანობს და უმთავრესი რა თქმა უნდა შენ სწორად ბრძანე გიორგი. ადამიანი ვინც ვერ დააფასებს მოხოს და მის ჭაღარას, მის ჭარმაგეს, მის სილამაზეს რა თქმა უნდა თავის თავს ვერ აფასებს პირველ რიგში და თვითონაც დაუფასებელი იქნება როცა ის მოხუცებულებაში შევა თუ თქვა უფალმა აცოცხლა იმდენი ხანი. რა თქმა უნდა ჩვენი მოვალეობა თითოეული ადამიანის არის ის რომ აი ჩვენ ასე ვთქვათ იმის გამო რომ მათ აქვს საოცარი გამოცდილება, იმის გამო რომ ამ გამოცდილების საფუძველზე შეიძინეს საოცარი სიბრძნე, საოცარი ცოდნა, ჩვენ უამრავი ადამიანი გვინახავს იმის, როცა ჩვენ არ დაგვიჯერებია ჩვენი წინათელობისადმი და თქვათ კისერი წაუმტვრევია ასეთ ადამიანებს. ეს არის გამოცდილება ჩვენი. ამიტომაც აი ყველაზე უმთავრესი და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის რომ ჩვენ ღმერთმა შეგვიყვაროს და ღმერთმა მიგვიღოს, რომ ჩვენ აი უდიდესი ეს დრო რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი ნაწილი ამ დროისა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი აი უძვირფასესი ჩვენთვის აი მართლაც სათაყვანებელი იმ ადამიანებისადმი სიცოცხლის გასახანგრძლივებად, იმ სიყვარულით რომ გავხანძლილებთ სიცოცხლეს, რასაც გვია აი მათთან ჩახუტება და სიყვარული და აი ყოველნაირი რაღაცა დადებითი რაც შეიძლება მოდიოდეს ჩვენგან. ეხ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ცუდი პერიოდი არის და რაღაც ისე აი ხშირად მესმის ხოლმე მოიცარა ქალორა და დაბერდა და რაღაცა და ადამიანს ასაკი ემატება და თითქოს რაღაცა ჩვენთან რო დაფასდნენ, უცხოეთში ფასდებიან იმის მაგივრად რაღაცა ცივდება მათთან ურთიერთობა, რაც უფრო ასაკი პირიქით არა და უნდა ეკონტაქტო რომ მისგან რამე ისწავლო, გამოცდილება რაღაცა შეიძინო და ჩვენთან პირიქით არის ხოლმე, აი რამდენჯერ აი გულზე მომხედრია ხოლმე მოიცარა ქალო, აი რაღაცა დედისთვის უთქვია შვილს ან მამისთვის უთქვია, ხო და რაღაც ხედავ და ამან როდესღაც იწვალა ამისთვის იშრომას დავიც თავი დაუდია და როერა ძალიან რთული არის და აუცილებლად მე ესეთ ადამიანებს სამაგირო გადაიხდებათ, იმიტომ მათი შვილები ანახებენ უარეს კიდე და ეხოცები დააფასეთ სანამ ყავთ ნებისმიერი მშობელი იქნება და ძმა თუ თანამშრომელი იქნება თუ რა ვიცი წეღანა ახსენეთ ყველა ის ადამიანი ვინც თქვენს გარშემო ტრიალებს, იმიტომ რომ შემდეგ ყველაფერი სანანებელი გაგიხდება, იმიტომ რომ ღმერთი ხო მაინც შენს გარშემო არავის ისე არ მოახვედრებს, შენ რო დააფასო იმისთვის, ხო? დიახ, მამო, რა ვიცი, თუ შეიძლება ხვალ კიდე საღამოს 10-ის ნახევრისათვის გვექნება, მამა დავითი გვეყოლება სტუმრად საინტერესო თემა, აუცილებლად გვიყურეთ. გემშვიდობით სამშაბათ დაგიმდებით საღამოს 9-ის ნახევრისთვის. რავი, ყველას ბედნიერებას გისურვებ და თუ დალოცავთ, მამაო. დიდი მადლობა გიორგი ყველაფრისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეულ თქვენთაგანი და თითოეულის საყვარელი, უსათნოესი, უძვირფასესი მოხუცი, დედა იქნება თუ მამა იქნება, რომელიც ჩვენ გვისმენს. მადლობა უფალსა, მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, გამოიყენეთ მაქსიმალურად თქვენი ასაკი, თქვენი დრო და თქვენი ბოლო თუ ყველა წუთი აბსოლუტურად ავიც ძალიან საინტერესოთ რა და არავინ არ დაჭდეთ სახში არ შეიდგეიდან დაიწყეთ ეს თელი გულით გიერთდებით გიორგი. დიახ რა გამოიყენე, იმიტომ რომ ცოტა მე წამიც ხანდახან მნიშვნელოვანია და უცბად რაღაცა არ არის ხოლმე ის წამი სადღაც გაქვს დაკარგული ისე და ცუდია ძალიან და გემშვიდობებით და რა ვიცი წეღან ახსენეთ მამაო ტრენერიო ისო რომ ამბობ და ჩემი ის ნათლი მამა არის დათო არაჩვეულებრივი ტრენერი და მოიხითხავ თუ შეიძლება აქედან ბედნიერება და სიხარულის დიახ ძალიან დიდი მადლობა მამაო და კარგად ზანდებოდეთ დროებით და სამშაბათ საღამოს 9-ის ნახევრს დაგიმნებით ხვალ საღამოს 10-ის ნახევრის გვექნება დამატებითი გადაცემა მე გახდით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახდათ მამა დავით თავაძე კარგად ზანდებოდეთ ყველა დროს გადავაც